შეკვეთაში ასე იყო გათვლილი, ანუ დამკვეთს ჰქონდა სურვილი, რომ გარედან ჩართული იყო გამწოვიც და განათებაც. ეს ყველაფერი მეგობრებო გეტყვით, რომ არის ინდივიდუალური და სურვილისამებრ ხდება. ზოგს მაგალითად ურჩევნია, რომ შუქი გარედან ჩაირთოს, მაგრამ გამწოვს აყენებენ ხოლმე კლავიშს უნიტასთან. თავის მინუს პლუსები ყველაფერს აქვს. ჩემი აზრით უნიტასთან ჯობია გამწოვის ღილაკის დაყენება, იმიტომ რომ ხო ხვდებით რაღაც რომ მოხდეს სველ წერტილში და სტუმრები გარეთ დადიოდნენ, შეიძლება ვიღაცამ შემთხვევით შუქის ჩართვის დროს აკრას ხელი ან ჩამოკრას გამწოვს და გაგითიშოთ და მოკლედ ჩართვა შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ თუ ერთ კლავიშად ჩვეულებრივ კლასიკურ სტანდარტულ ჩამთვლელს აკეთებთ, ჯობია ჩემი რჩევა იქნება სამომავლოდ გაითვალისწინეთ ჩემო მეგობრებო და მაყურებლებო, რომ უნიტასთან დააყენოთ ერთ კლავიშა და საერთოდ იდეალური ვარიანტი არის რევერსული ჩამთველი. თუ დამიჯერებთ, ჯობია რევერსი და რევერსი რა არის აქ მოკლედ აგიხსნით, ანუ ერთი დავუშვათ ორ კლავიშა ჩამთველი გარეთ რო იყოს, ერთი შუქს ჩართავს, მეორე ჩართავს გამწოვს გარედან, მაგრამ თუ დავუშვათ ტვინი გამებურღება და არ მინდა მუშაობა, რომ ეს გამწოვის ხმა მესმოდეს, რევერსით გავთიშავ აქედან, ან ვიღაცამ რომ გამითიშოს დავუშვათ ჩართული გამწოვი ხო გარედან, ავდგები და აქედან მე მაინც ჩავთავ. ანუ რევერსი ყოველთვის მაგარია რა. ანუ გარედანაც აკონტროლებს, შიგნიდანაც აკონტროლებს და ანალოგიურად რევერსული ჩამთველის გამოყენება ხდება გრძელ კორიდორებში. ეხლა აქ პატარა ბინაა ეს და პატარა მოცულობის კორიდორია და აქ არ გვჭირდებოდა, შეკვეთაში არ გქონდა რევერსი, მაგრამ აი აქ დავუშვათ საძინებელში სამწუხაროდ რევერსის შეკვეთაში არ ჩაგვისვეს, ანუ უბრალოდ არ უნდა მომხმარებელს და სტანდარტული M კვადრატის გაყვანილობა რაც არის, აი ეს სტანდარტული, რასაც ხედავთ, ეხლა აქ რაღაც მცირედი ჩარევებით და გადაკეთებებით ჩვენ ვიმუშავეთ და არ მოინდომა, ასე ვთქვათ, მფლობელმა რევერსის დამატება საძინებელში, თორე ჩემი რეკომენდაციით მე საძინებლებში ყოველთვის რევერსის მომხრე ვარ. და საძინებელში რევერსის მომხრე ვარ, რატომ ეხლა აგიხსნით. აი აქ უნდა იყოს დავუშვათ ჩამთველი, ხო, ეს არის ჩამთველი. ეს არის საძინებლის კარები. შევედი საძინებლის კარებში, ჩავთე შუქი. აინთო შუქი, მივდივარ დასაძინებლად ვემზადები, აი აქ არის საწოლი, დავწექი საწოლზე და ვახ, შუქი ანთია, ეხლა მინდა ამ ყველაფრის გათიშვა. ხო აღარ უნდა ავდგე, წარმოიდგინეთ, უნდა ავდგე, ჩავაქრო და ბნელ ოთახში უნდა ვიმოძრაო, დავუშვათ აქ თუ არ მისასვლელი აქეთ ამ მხრიდან საწოლზე კიდე არაფერი, მივალ დავწვევი, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ აქ ავეჯია, ვიწრო გასასვლელია, მეორე ადამიანი წარმოიდგინეთ რომ უნდა გამოვიდეს, მოუაროს ესე აქ საწოლთან მივიდეს, ხო, ამ სიგნალში რატო უნდა იბოდიალოს, როდესაც შეიძლება ერთი რევერსული ჩამთველის დაყენება დაახლოებით რა, სადაც შტეფცელი იქნება, პრინციპში იმის გვერდზე მისმა შეიძლება, პრინციპში კი არა და სტანდარტულად ეგრეც კეთდება. სურვილისამებრ რა, ვიღაცას ზევით ურჩენია, ვიღაცას ორჩარჩოიანი შტეფცელის გვერდზე ურჩენია რევერსი, ჩემი აზრით მასე უფრო ლამაზია. და არის კიდევ შუალედური რევერსები. შუალედური რევერსი ნიშნავს ის, რომ იყოს ამ როზეტთანაც და იყოს იმ როზეტთანაც. ანუ ორ ადამიანს რო შეეძლოს ორივე წერტილიდან, ანუ იდეაში სამი წერტილიდან ხდება ჩამთველის კონტროლირება. ეს ცოტა რთული ჩართვის სისტემა მესმის, მეტიჯდება ამის გაკეთება, მაგრამ ელექტროობა დამეთანხმებით მეგობრებო, ისეთი საქმეა, რომ ჯობია ერთხელ გააკეთო ხარისხიანად და ის იქნება და სამაგერად ნახე რამხელა კომფორტს მივიღებდით. ანუ წარმოიდგინე ადამიანი შემოდის, აანთო შუქი ოთახში, მოდის ერთი ადამიანი დავუშვათ ქმარი, თიშავს აქედან, ცოლს გაეღვიძა დავუშვათ, რაღაც ხდება, ბავშვი ტირის ან რაღაცა, შუქის ანთება უნდა უცბად და კი არ ეუბნება, ქმარს კი არ აღვიძებს, რომ მიდი შუქი ჩართე. თავისი კლავიში აქვს, ინდივიდუალური თავისი კლავიში აქვს და თავისი მხრიდან რთავს შუქს. ანუ ცოლ-ქმარს შეუძლია შუქის ომობანა გამოუცხადონ ერთმანეთს. ერთმა იქიდან აანთოს, მეორემ აქედან ჩააქროს, ბავშვი საერთოდ აქედან მოვიდეს, აქედან აანთოს, შაუქროს და მოკლედ, რაც მეტი წერტილია შუქის საკონტროლებლად საძინებელში, მოდი შევთანხმდით, რომ ეს არის უფრო ოპტიმალური და კარგი გადაწყვეტილება.